რეჟიმის სასამართლო პროცესები გრძელდება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დანიელ მუმლაძისა და გურამ ხუტაშვილის საქმის განხილვა. მათ რუსთაველის გამზირზე ვიდეო სათვალთვალო კამერების დაზიანებას ედავებიან. ერთმანეთის მიყოლებით იმართება პროცესები აქციებზე გზის გადაკეტვის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას, მსახიობ ანა ტყებუჩავას, ჯგუფ დაიტოვეს წევრის ნენსი ვოლანდის პროცესები. ნიკა საჯაია ვრცლად სასამართლოში მიმდინარე განხილვების შესახებ. დიახ სოფო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს არაერთი პროცესია თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათ შორის მსჯელობა დღეისთვის უკვე დაასრულა მოსამართლემ ხუტაშვილისა და მუმლაძის საქმესთან დაკავშირებით. მათ საქართველოს პროკურატურა ედავება 34 კამერის დაზიანებას, ჯამში კი სახელმწიფო ქონებას მიაყენეს 12,000 ლარიანი გირაო. ასეთია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია. თავის მხრივ კი დღეს ადვოკატებმა დაცვის მხარემ დააყენა კიდევ ერთხელ მოთხოვნა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით პროკურატურას თავისი პოზიცია შეჯერებული არ აქვს, ანუ ისინი დაეთანხმებიან თუ არა აღნიშნულს და გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება. იმ შემთხვევაში თუ მხარეები მიაღწევენ ამ შეთანხმებას 12,000 ლარიანი გირაოს, უბრალოდ ზარალის ანაზღაურება დაეკისრება მხარეებს, თუმცა კონკრეტული მოთხოვნა ვთქვათ ადვოკატებს ჯერჯერობით არ აქვს წარდგენილი, როგორც პროკურორი ამბობს და ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უკვე საქალაქო სასამართლოში 7 მარტს გაიმართება. მხოლოდ აღიარება გამომწვეველი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი ვერ იქნება და საქმეში ნამდვილად გიგასტურებთ, რომ არის მტკიცებულება და ერთობლიობა, როგორც ვიდეო ჩანაწერები, ისე ამოცნობის საქმეები, ამ შემთხვევაში ნეიტრალური პირების და სხვადასხვა მტკიცებულებები, რომელიც ბრალის სტანდარტს ადასტურებს, მათ შორის გამომწვეველი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი სტანდარტი, გონივრული ექსპერტიზა სტანდარტის სახეზეა. ასევე გიგასტურებთ, რომ დაცვის მხარემ წერილობით მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და დღეის მდგომარეობით ამ განცხადების განხილვა მიმდინარეობს და ეს გახდა მოტივი დღევანდელი პროცესის გადადების. მათ კონკრეტულ პირობაზე არ მოუმართავთ და ამ ეტაპზე მეც ვერ გიპასუხებთ საერთოდ ანუ რა პირობით შეიძლება მიიღწეს ან მიიღწეს თუ არა. უბრალოდ გიდასტურებთ იმას, რომ განცხადების განხილვა მიმდინარეობს. მთელი რიგი გარემოებები არსებობს, რის გამოც არ უნდა არსებობდეს წესით წინააღმდეგობრივი პოზიცია პროკურატურის მხრიდან, მათ შორის ჩვენი მზაობა ზიანის დაფარვასთან დაკავშირებით და სხვა საპროცესო ღონისძიებებში ჩვენი მონაწილეობის ინტენსივობაც. 12,100 ლარია ჯამურად პროკურატურის მიერ კალკულირებული ზიანი, ჩვენ გვაქვს ზაობა უკვე დაფიქსირებული, რომ ზადავართ დავხაროთ აღნიშნული ზიანი. ბუნებრივია ზიანის დაფარვა ეხლა ოჯახ შესაძლებლობებიდან გამომდინარე ერთი ხელის მოსმით მარტივი არ იქნება, მაგრამ შესაბამისი ვადის განსაზღვრის პირობებში ჩვენ შევძლებთ იგივე. ამ წუთებში ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის და პოლიტიკოს გიგი უგულავას საქმეების განხილვა. როგორც ახლა ჩვენთვის ცნობილი გახდა, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც განიხილავს მოსამართლეს ვიაც ცეკვავა, დაცვის მხარემ დააყენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ვიაც ცეკვავა არის სანქცირებულ მოსამართლეთა სიაში, თუმცა არ ვიცით ჯერჯერობით რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, აიცილებს თუ არა ამ პროცესიდან თავს. თავის მხრივ კი უგულავა აცხადებს, რომ მას ედავებიან მამების მარშში მონაწილეობის გამო და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია არის, რომ არ იყო საკმარისი ხალხი, რის გამოც გადაიკეტა ქუჩა, თუმცა თავის მხრივ ადვოკატიც საუბრობს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში წარმოდგენილი, მათ შორის არც გაფრთხილება არ ყოფილა ამ აქციაზე, რომ მსვლელობის მონაწილეები არ უნდა გადაადგილებულიყვნენ. თავის მხრივ უგულავა კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი სასამართლო მიიღებს ჯარიმის გადაწყვეტილებას, არ აპირებს, რომ ჯარიმა გადაიხადოს. რაც შეეხება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, მას კი ედავებიან 20 საათსა და 37 წუთზე აქციაში მონაწილეობას, თუმცა როგორც მან განაცხადა, მოიტანა ამონაწერი ჩეკი, საიდანაც დასტურდება, რომ კონკრეტულ დროს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაობს, რომ თითქოს ის იმყოფებოდა აქციაზე, ამ დროს იმყოფებოდა ერთ-ერთ საკვებ ობიექტზე და სწორედ ეს არის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი. ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით მსჯელობს საქალაქო სასამართლო. ეს იყო 27 დეკემბერს საღამოს 8 საათსა და 17 წუთზე მედავებია, რომელზეც რეალურად იქნებოდა სამწუხაროდ იმ დროს აბეთო. მათანი საბუთები და ნახოთ როგორ გაითვალისწინებს სასამართლო ამ რაღაცებს. სანაპიროზე მაგდონალდში.
და პირველ რიგში მიცემ აცილებას მოსამართლე ნინო ენუქიძეს, იმიტომ რომ სანქცირებულია, უცნობილია ყველასთვის და გარდა მაგისა, როგორც მე ვიცი, 100%-იანი შედეგი ოცნების მთავრობისთვის დაჯარიმე მოქალაქეების დაჯარიმების ხრივ. რადგანაც მე ახალგაზრდობას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემი შვილის თანასწორია და ახალგაზრდობისაც ის ქვეყანა ვეცდები ამ აცილებით რომ კიდევ რეიტინგი არ გაუქმნას 100%-იანი შემოარჩევს. ხელისუფლებას დაწყებული აქვს ფიზიკურ ტერორთან ერთად ფინანსური ტერორი. ეს საქმეები არის პირდაპირ მნიშვნელობით შეგვიძლია ასე დავაკვალიფიციროთ. ეს არის ფინანსური ტერორი ადამიანების წინააღმდეგ. ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ადამიანებს პირდებოდა თითო სოფელს 5 მილიონს, 5,000 ლარიან ჯარიმით ასაჩუქრებს საკუთარ მოქალაქეებს. დაახლოებით 600 კაცი არის შერჩეული, საუბრობ რუსთაველის ეპიზოდზე, ანუ რუსთაველის გამზირის გადაკეთვაზე 15 იანვრიდან მოყოლებული თითქმის 1 თებერვლის პერიოდში. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოყვეს ამაში, თან მნიშვნელობა არ აქვს გადაკეტილზე მიხედვით თუ ისე მიხედვით. ანუ ეს არის ფინანსური ტერორი დაახლოებით 3 მილიონი ლარის ამოღება უნდა ადამიანების ჯიბიდან. იგი უგულავას ადმინისტრაციულ სავარაუდო სამართალდარღვევაზე გაიმართება პროცესი ედავებიან 17 იანვარს მამების და შვილების მარშზე თითქოს რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხელოვნურად და მორიგი კონვეიერული პრინციპით წარმართული პროცესი, სადაც იცით რომ 593 ადამიანის დაჯარიმებას აპირებენ, სადაც არანაირი ინდივიდუალური მტკიცებულება ან შეფასება წარმოდგენილი არ არის, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარბაზში არ ყვევენ, ვის წინააღმდეგ უნდა იყვნენ იმ წუთას და სულ ერთია მათთვის რომელ პროცესს წარმართავენ, იმიტომ რომ ტრაფარეტულად რაღაცა ერთგვაროვანი ტექსტებით, ერთგვაროვანი მტკიცებულებებით, როგორც უკვე აღნიშნე 600-მდე ადამიანის დაჯარიმებას აპირებენ. სავსახად ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის რეპრესია.